ცოტა ცივა გარეთ, მაგრამ არა უშავ საუბარში დაგწნდა. Dobrego. Live არის ვალ და მე კი არა მანქანა დამეწადა. Live არის ხალ და გუშინ ვიყავით პარტიზე, დღეს გადაცემა რა თქმა უნდა. ხახო ესეთი დაძაბულობა არ გენახოთ საერთოდ, ეგეთი დაძაბულობა აუში. ესე იგი გუშინ ვიყავით პარტიზე. მე როგორც იცით შეკახება არ დავიღლები ამაზე საუბრით და შეხსენებით. რომ მარიამის შემატივარი ვარ, სადაც მარიამის შემატივად მე ვედივარ ნახიჩამდენი ნაძვისხები. ეს ნაძვისხები თვითება რომ მითხრათ, ეს ნაძვისხები ბუნებრივი ვისაც გქონიათ, წიწრები არ ცვივა დროთა განმავლობაში, მე არ მქონია არასოდეს ესეთი ბუნებრივი რაღაცია და მგონია რომ წიწრები გაცვივდება. Exact. და რასაუბრობდი მოკლედ ჰაუსზე ძალიან დაძაბული ვიყარება. ასეთი ნაძვებია ძალიან ლამაზ. მგონია რომ ეს წიწრები გაცვივდება. შესაბამისად მე შეიძლება რაღაც ეს წიწრები სახში გაიფანტოს. ეხლა გუშინდელ პარტიზე. ნუ დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან მეზარებოდა ისე მანდ მისვლა. ძალიან მეზარებოდა, მაგრამ მარიამი ძალიან მომენატრა, მარიამს დავაპირდი რომ მეთქი შესანახავად აუცილებლად მოვალთქო და მართლაც მივედი ნახე ძალიან მომენატრა, რა თქმა უნდა მარიამი და ხმათო ისმის მითხარ. აღიდი დამეჭირა ამ კაცი და ხოდა მოკლედ მარიამს შევწევი რომ სადღაც შემატკივრა და აუცილებლად მოვალთქო და მივედი. ახლა აი ვინც იძახით რომ მარიამის საჯავახოს წვილი არისო დადგმულიო და პროდაქშენმა დაადგაო ერთმანეთს აწყობთო ესეთი რეიტინგისთვის და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ვიდეოებიც მოდი გადაგზავნილი და სტორიზეც დავდე, არ ვიცი ხო ერთმანეთს არ მოშორებიან და სულ ერთმანეთზე ჩახვიტებულები იყვნენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მიხარია მე, თუმცა არ მინდა რომ ამ რომანტიულ ალფაზე გამორჩეთ გარშემო რაც ხდება. ხა მე ცოტა სხვანაირი თვალით ვუყურებდი მან
ხო და აი ვინც იძახის რომ მარიამი და ჯავახას წელი დადგმულია ხახნო არ ვიცი ხო ან უმაღლესი დონის მსახიობები არიან რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება ან მართლა არ ვიცი საიდან ასეთი გულწრფელი თვალებში შეციცნება მე არ ვიცი ნუ სადაც ემოცია იქ ვიცით რომ ძალიან ადვილია წენა ძალიან ადვილია გაბრაზდი ამ ადამიანზე როცა მართლა ძალიან ისე ხარ ემოციურად მინიმუმ გულგრილი არა მოდი მე ახლა ვიტყვი რომ მე მჯერა რომ ეს არის გულწრფელი მოწონება და ძალიან ძალიან მოწონება რაც შეეხება გრძნობებს ნამდვილ სიყვარულს და ასე შემდეგ ნამდვილად არ ვიცი ერთში შესაძლებელია თუ არა შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს პროექტში რეალიტი შოუში თუ აუცილებლად ეს სხვა ცხოვრებისეული პირობები გვჭირდება ამისთვის მე მგონია რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს და აქ მზა რეცეპტი არ არსებობს. ახლა მე ვიტყოდი მაგალითად, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია მაგალითად და არარეალურია ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, მათ შორის ერთი ნახვით შეყვარება თუ გრძნობა, ლექსად, სიმღერად, პოემად და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. იმიტომ ისაც ჩემთვის არ არსებობს და არსებობდეს დღისთვის. და ყოველთვის რაღაცა გამზადდება არ მიყვარს ხოლმე რაღაც, ანუ ჩემთვის დროისი არ არის, შემიძლია დღისთვის არის. დავიწყოთ აქედან და მეორე კონკრეტულად მარიამ ჯავახაძე რადგან მეკითხები ხოლმე მის შეჭრით და ჩემაზე ძალიან დიდი შანსი აქვს ლორენცოსაც დაველაპარაკე და ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ არ ვიცი ხახნოსა დაპირადი არის ჩემი აღმოჩენა ლორენცო არის ჩემი აღმოჩენა და ფენომენია ეს კაცი იმიტომ რომ რაზეც პროექტის დასაწყისში მე მეცინებოდა ხოლმე და ლორენცოს ნაბიჯებზე და ქცევებზე რასაც ამბობდი ხოლმე რომ ეს ასეთი არა კაცია და მისი ეს ფსიქოლოგიური ტექნიკები და რაღაცებზე აი მე როგორ მეცინებოდა ხოლმე აგერ გავიდა ერთი თვე სულ რაღაც და ადამიანმა ისეთი უნარები და ისეთი შესაძლებლობები გამოაჩინა მოდი ვთქვათ ეს ყველაფერი არის ადამიანებთან ურთიერთობის სკილები რომ შეიძლება ლორენცოს აქვს თანდაყოლილი მაგრამ მე მგონია რომ ამ ადამიანმა თავის თავზე საკმაოდ იმუშავა აქ ძალიან მომზადებული და სწორი მიდგომებით შევიდა პროექტში. თუმცა მე მგონია რომ ეს არის მისთვის თანდაყოლილი თვისებები. 70% და ალბათ გარემოებებიდან გამომდინარე რომ კარგად ადაპტირდა ალბათ სადღაც 10-15 და დანარჩენი უკვე დასწავლილი, თუმცა ეხლა ჩემი აზრი არა თქმა უნდა მგონია რომ აი მისი თანდაყოლილი თვისებებია რომ ადამიანებს ესე კარგად ხდება ვინ არის ხო და როგორ ურთიერთობს მათთან ეხლა მაგალითად რაც მაგას და ბონდოს ჩუბები ქონდათ ხოლმე და ისე კარგად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ გუშინ ერთად გადასარევად მე მაგალითად არ შემოია ბონდოსთან ვერასოდეს
ვერ გავერთობი, ვერ ზოგადად როგორ თქვა სწორად. ვერ დავაიგნორებ იმ რაღაცებს, რაც ბონდომ გააკეთა, ხა ახალ გოგოსთანაც იგივე. ქალთ მოძულე, კაცი მარტო ჩემთან და ვინმესთან ხო არ არის ქალთ მოძულე, არის ყველასთან და ახალ გოგოსთან გუშინ ესეთი რაღაცები გააკეთა, რომ საწყალი გოგოც გადარია. ხო, ანასტასიას რაც შეეხება. ანასტასიას იგივე ტასოს ვნახე გუშინ დავიცანის, მეკითხებით ხოლმე, რომ რას ფიქრობ ახალ გოგოზე, რას ფიქრობ ახალ გოგოზე? ძალიან ლამაზია. ლაივში ბევრად ლამაზი და ეფექტური ვიდრე ეკრანზე, ანუ მე ჯერ ეკრანზე ვნახე და მე გავიცანი ლაივში. არის ძალიან საყვარელი. და მე მგონია, რომ მას ძალიან სწორი პოზიციონერების შემთხვევაში ძალიან კარგი შანსები აქვს პროექტში და პროდაქშენის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ყვილა არ შეურჩევიათ შემთხვევით ეს ადამიანი ძალიან კარგად არის შერჩეული. აქვს საკმაოდ მებრძოლი ხასიათი, ჩემს შთაბეჭდილებებს ვამბობ. და ვნახოთ რა იქნება. მოკლედ პირველი შთაბეჭდილება ჩემთვის არის კარგი, აქამდე ვუყურებდი 3-4 დღე. სტრიმებიდან ცოტ-ცოტას ვიდეოებსაც ვიყრიდით და ეპიზოდებიდან, თუმცა ლაივში რაც ვნახე, ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ანასტასიამ იგივე ტასო. ამ ლაივზე ახლა გეტყვით, რომ მე ვუჭერ მარიამს მხარს, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ მე მარიამის მხარდამჭერი ვარ და რაც არ უნდა იყოს მარიამის თანადგომას და მხარდაჭერას გამოვხატავ ლაივზე. თქვა რა თქმა უნდა ლაივზეც მივდივარ ხალხო. მარიამის გულშემატკივრები ხარ, ვინც მიყურებთ. 18 წლის ზემოთ ვინც ხართ, შეგიძლიათ მომწეროთ და წავიდეთ მარიამის გულშემატკივრად ლაივზე. ვიცი რომ ძალიან ბევრი 16 წლის და 15 წლის შანი ყავს, მაგრამ ვერ წამოხვალ სამწუხაროდ და არ შეიძლება პირადობა უნდა გქონდეთ და სრულწლოვანი იყოთ, ეს არის პროდაქშენის წესები. და ლორენცოს მიუხედავად იმისა, რომ მე როგორ ბიჭყაჭის ვებ და მაგის ქცევის, თამაშის, სტრატეგიით და ასე შემდეგ ვარ აღფრთოვანებული, ხედავთ აგერ კიდეც. მე ამ ეტაპზე მარიამს ვუჭერ მხარს ამ ლაივზე, იმიტომ რომ ჩემი ჯერითი მარიამს უფრო ჭირდება ჩემი მხარდაჭერა. ყველა საყვარელი კატაა ხალ. მე მიყვარს ძალიან ქუჩის ძაღლები და კატები და მოკლედ ცხოველებზე ხომ გიშლები საერთოდ ძაღლებზე კატებზე თვითონაც კატა მყავს და განსაკუთრებით ზამთარში ძალიან მოწოდებიან ხომ და რას ამბობდი. გადავიდე ხომ გადასასვლელზე მშვიდობით. ხო, ამ პარასკევს რა თქმა უნდა მარიამს ვუჭერ მხარს. ლორენცოს მხარდამჭერებმა რა თქმა უნდა დროებით ამომშალეს ჩათებიდან, იმიტომ რომ მე არ მავალ კაცო. ლორენცოსაც ჩემი ძალიან დიდი პატივცემა და მხარდაჭერა ერთა, მაგრამ ამ ლაივზე მე ვჩები მარიამის ერთგული და მარიამის მხარდამჭერი ვარ და რა თქმა უნდა არ შევიცვლი. მარიამს დაუმესიჯეთ აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა პროექტი არის თავისებური და ყველას აქვს სწორიც არის, ანუ თამაში არიან და ასე შემდეგ, ხო, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ყველანი ვართ მან თამაში, ვართ რა ვიყავით.
მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვინც თამაშობს მაგ იმიტომ რომ ვერც მიხდა ეთყობა ჯერ სად არის ან ისევ შეიძლება ასაკის იმას დავაბრალოთ არ ვიცი მოკლედ რა მიზეზით ვერ გეტყვით ზუსტად მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვინც თამაშობს მან ეს არის ჯავახა და მარიამი ესა მგონია ნუ ლელუზე და ბონდოზე მაგათი უყავდეს ფეიქ მეგობრობა ვნახეთ აგერ როცა დაჭირდა კოალიციას მოიშორა და აქვე ვიტყვი რომ მან მეგობრები არიან მხოლოდ ზუკა და გუგარუს რეცაც მეგობრები იყვნენ და მეგობრები შევიდნენ სხვა მან არავინ ერთმანეთის მეგობარი არ არის შეიძლება იყოს სტრატეგიული პარტნიორი თუმცა არავითარ შემთხვევაში მეგობარი ვერ გამოდის და ჯავახაც რომელიც არის ძალიან მეგობრული ყველას მიმართ ჩემი აზრით ნელ-ნელა მიხვდება რომ ეს მისი მეგობრული ძმაკაცური დამოკიდებულება არის ცალმხრივი რა თქმა უნდა გულისხმობ ამ შემთხვევაში ზუკა გუგას ლელუ ნელ-ნელა დაუპირისპირდა უკვე ღიად იმიტომ რომ შემდეგ კვირაში ჯავახას მოშორებას უმიზნებენ სავარაუდოდ კოალიციამ ან ახალი გოგოს არ ვიცი შეიძლება იყოს ეს ჯავახაც შეიძლება იყოს ანასტასიაც თუმცა მე მგონია რომ ორივე სკამზე აღმოჩნდება და ბონდოს და ლელუს მეგობრობა ნუ ეს თემებში ნახეთ რომ ლელუ აღიარა რომ ეოდიას მომწონსა მაგრამ ამავე დროს ფერვად უყურებდა ბონდოსთან და ნამდვილ მამაკაცს ეძახდა საოცარი გრიპი ხალი მე თუ მკითხავთ არ ვიცი ვონდო გაწირე საპარა ლორენცო ზუსტად მაგას ამბობდა ხო მე რომ გეუბნებოდით რომ ძალიან კარგად ხდება ადამიანის ხასიათს ურთიერთობებს და ასე შემდეგ ხო ჯერ კიდევ როდის იძახდა რომ კოალიცია და კოალიცია გაწირავს როცა დაჭირდება საკითხავთ თავის წევრებს ეხლა დადგა ბონდოს ჯერი და ხა ბონდო რა ჯანდაბათ უნდა ლელუს ხო აი აგეთია საყავს მომაგებიებსო ფიქრობს და ბონდოს ასლის ეხლა სიმართლე რომ გითხრათ მე ბონდოს დავტოვებდი პროექტში ხა მარიამ და ლორენცო რო იყვნენ კონკურენტები ხო სკამზე ბონდოს დატოვება მარტო იმიტომ მინდა ხალხნო პროექტში რომ ყოველ დღეს ადამიანი ავლენს თავის ყოველ დღეს აი თალთმოძულე როა და კიდევ კარგად გამოავლინოს და კიდევ კარგად დავინახოს ყველა როგორი ამაზრზენი ადამიანია საშინე საით გარჩ და გრეხვად ყლარჭვის იქით სხვა რაღაცებიც არსებობს ხო შევთანხმდით მაგაზე და როგორღაც ახლა ფართებს ვაწყობდით და მოვაწყობთ კიდეც როგორღაც ბონდოს გაიხეთ თუმცა მე ვისურვებდი რომ ბონდომ კიდევ უფრო კარგად გამოავლინოს თავის თავი როგორი გასხლოსნებულია აი ამ ადამიანის ტრანსფორმაცია თვალსა და რამდენი კვირა გავიდა 4 ხო ადამიანი აწერტილიდან ეწერტილამდე მივიდა ისე რომ აი სკერი გავიდა და ისიქით ჩავიდა მე მეტი აღარ ვიცი უკვე სად შეიძლება წავიდეს იმას ალბათ წასოს რომ რაღაცა ხორცს ეძახის თუ ახალ ხორცს თუ რაღაცას აი ნუ მაგ ლოგიკით ის მუზები ძველი ხორცები არიან თუ ანუ
რა ტერმინები აქვს საერთოდ რა აქვს ამ ადამიანს ტბინში მართლა არ ვიცი ჩემი აზრით მარიამი დაბრუნდება პროექტში ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამ ეტაპზე ნუ პოლიციამ სწორად გაჩალა და სწორად ითამაშა ხო და დრო გავიდა იქ ერთი დღე გარეთ სახლში თომ დეპრესიაში რო ჩავარდა და გულის ფრანჭოები დაიმართა დიასა კარგად დაატრენინგა იმ გამოსწრულ დიასამ გამოვარა წაბიძანა სახლში წამოაბრძანა და ნუ რა თქმა უნდა ახლა დიასამ უთხარო ეს ბონდო ხალხიდან მოაშორე დროზეო თუ გინდაო რომ ჩემი კლიკები ჩაგირთო და მოგაგებინო დიასას მოკითხა და დააბრუნდა კარგი დიასასგან დატრენინგებული დამუშავებული ეს მოგოდი რა თქმა უნდა შეუასწრებს პრობლემ ანა ლორენცო და სკამზე სვამენ იმიტომ რომ ეშინიათ მისი და არის ძლიერი კონკურენტი და რა თქმა უნდა მუშაობენ იმაზე რომ როგორღაც მისმა მხარდაჭერებმა ამოწურონ რესურსი ან დაიღალონ ან ყოველ პარასკევს როგორ უნდა უმესიჯონ ადამიანს ეგენი ვერ ხვდებიან იმიტომ რომ ამიტომ მხარდაჭერები რეალურად არც ყავს იმიტომ რომ ერთი არის სანახაობრივად დეივი რაღაცებს ყვირის და ედიტებს აკეთებენ ამაზე და არის სანახაობრივი მაგრამ რეალურად მონდორო ვინმეს მოწონდეს როგორც პიროვნება რა ვიცი ეგეთი ადამიანი არის შეიძლება ერთობოდეს მისი რაღაცა გულით დაახტავს და რაღაცა ილეთებს ვაკეთებს შეიძლება იყოს ეს გასართობი მაგრამ მონდორო პიროვნულად ვინმეს მოწონდეს მე ესეთი რაღაც არც გამიგია გუშინდა ფარცა შეეხება ეს ფარტი იყო ძალიან ნუ მოდი ვთქვათ რომ მუზების ფარტია ბევრად უკეთესი წინა რაც იყო მაგრამ ძალიან ცოტა სტუმარი მე მაგალითად ლელუს ფარტიზე არც მივიდოდი მარიამის ფარტით მივედი მარიამი ძალიან მომინათლა და მარიამის ნახვა მინდოდა და სულ მარიამთან ვიყავი სადაც სპორტი რა ვიცი წერილში მოიწეროს რომ მინიმუმ 30 სტუმარიო და გარეთ პროდიუსერმა მოდავთვალა სანამ შევიდოდით იყო 18 თუ 19 სტუმარი ასე რომ მინიმუმ 30 სტუმარიც ვერ დაპატიჟეს ეს მითითება ვერ შესულ და გუშინდელ ფარციზე ნუ მუზებთან ბევრად ცოტა იყო მაგრამ ესეც არასაკმარისი იყო ხო გუში რაც იყო მარიამი არის როგორ განწყობაზე ხო გეტყვით რომანტიულ ამ აუთსაიდერობას მე ესეთი ის შთაბეჭდილება დამრჩა რომ საერთოდ არ აღიქავს ძაფრად იმიტომ რომ როგორ თქვა არის წყვილში და არის ჯავახალთან დაახლოებული და მის მხარდაჭერას რა თქმა უნდა გრძნობს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რა თქმა უნდა და აუთსაიდერობაზე არავერ გეტყვით რომ ნერვიულობ ბონდო ბევრად განერვიულებული ჩანდა საკითხი ყავდა და ეცობოდა ვითომ მაგრამ მაგის ცოტა გართობა არ გაიშვა არჯერა მე მაგის ცოტა გართობის
მეგობრებო, ხო წავედი მე ექიმთან და შევიდე უკვე მივედი. ეს ფილტრი ხან ირჩება, ხან ითიშება, მოკლედ. რას ვამბობდი? და კიდე შემოვალ ცოტა ხანში, უფრო თქვენაერად მოგიყვებით. მე გამავალ ექიმიდან. თვითემატებს ნაკერები და ეს ნაკერები უნდა ამომიღოს ექიმმა, იმიტომ რომ გავიდა უკვე დრო. ავედი მეგობრებო, აბა თქვენიც.